ენრიკო ფერმი ფიზიკოსი იყო, რომელმაც გააკეთა ატომური ბომბი. ის სულელი არ იყო. 1950 წელს ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის სასადილოში მან კოლეგებს ჩვეულებრივი კითხვა დაუსვა. სადილის მაგიდასთან, სადაც ნიუტრონები და კვარკები იყო ყოველდღიური საუბრის თემა, ენრიკო ფერმიმ ჩარჩი სჭამა, ყავადალია. შემდეგ ჰაერში ჩაიხედა და კითხა. სად არიან ყველანი? სამი სიტყვა. მხოლოდ სამი სიტყვა და ეს კითხვა სამყაროს ყველაზე ღრმა, ყველაზე საშინელი რეგისტრია გახდა. გაიაზრეთ რა ხდება. სამყაროში 2 ტრილიონი გალაქტიკაა. ირმის ნახტომში 400 მილიარდი ვარსკვლავია. ასტრონომებმა 2020 წელს დაადასტურეს, რომ ბოლო პლანეტების გამოანგარიშებით 100 მილიარდი პლანეტა მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაშია, რომელთა ნაწილი დასახლებადი ზონაშია. სამყარი 13 მილიარდი 800 მილიონი წლისაა, ანუ სიცოცხლისთვის ღრმა დრო ჰქონდა გასაჩენად. მაგრამ ჩვენ ვარ ერთადერთი ხმა. ეს პარადოქსი ფერმის სახელს ატარებს და რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო ცხადი ხდება. სიჩუმე პასუხი არ არის. სიჩუმე გაფრთხილებაა. მოდით ჯერ გავიგოთ რა ვიცით. ამას გულახდილი ზუსტი მათემატიკა ჭირდება. 1961 წელს ასტროფიზიკოსმა ფრანკ დრეიკმა კორნელის უნივერსიტეტში შეიმუშავა განტოლება, რომელიც ახლაც მეცნიერების მაგიდაზეა. დრეიკის განტოლება ითვლის: რამდენი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს ჩვენს გალაქტიკაში ამჟამად? ის გამოყოფს 7 ცვლადს: ვარსკვლავების წარმოქმნის ტემპი, პლანეტების პროცენტი, სიცოცხლის ალბათობა, გონიერი სიცოცხლის ალბათობა, ტექნოლოგიურ ცივილიზაციამდე მისვლის შანსი და ბოლოს ასეთი ცივილიზაციების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. შეავსეთ ეს ცვლადები ოპტიმისტური შეფასებებით და მიიღებთ 1000-ით 1000. 1000-ობით ცივილიზაცია ახლა ამ წამს ირმის ნახტომშივე და მათგან არც ერთი არ ლაპარაკობს. ეს ყველაზე დიდი მდუმარება სამყაროს ისტორიაში. სტივენ ჰოკინგი 20 წელზე მეც ფიქრობდა ამ კითხვაზე. ის ადამიანი, ვინც შავი ხვრელების თეორია ააგო და კვანტური სურათი სამყაროს სხვა სახით წარადგინა, ერთ ინტერვიუში 1995 წელს ამბობდა: თუ კოსმოსურ ცივილიზაციებთან კონტაქტი მოხდა, ჩვენთვის ეს ისე იქნება, როგორც ამერიკელი ინდიელებისთვის კოლუმბის ხომალდი და ამ შეხვედრაში ჩვენ ინდიელები ვართ. ეს გამოჩენილი ფიზიკოსი ლაპარაკობდა ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში. ახალდაბადებული სიმართლე. ლამაზი, მაგრამ მოწყვლადი და შიში, რომელიც ჰოკინგს ჰქონდა, არ ყოფილა მისი ფანტაზია. ის იყო მათემატიკური დასკვნა. ახლა კი გემეთხვით იმ ჰიპოთეზის შესახებ, რომელმაც ჩინეთში ფიზიკოსებს ძილი წაართვა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს დარბაზებში კამათი გამოიწვია. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა. ეს ბნელი დღის თეორია. ლიუ ცისინი, ჩინელი მეცნიერი მწერალი, რომელმაც 2020 წელს ნობელის პრემიის ეკვივალენტი მიიღო სამეცნიერო ფანტასტიკაში. ამ თეორიას ცოტა განსხვავებულად ახსნის. მაგრამ ბნელი დღის ლოგიკა მხოლოდ ლიტერატურა არ არის. ეს ლოგიკა ეყრდნობა ორ ჭეშმარიტ გადამოწმებად სამეცნიერო პრემისას და მათი შეხვედრა ყველაზე ცივ, ყველაზე ულმობელ დასკვნამდე მიდის. რა არის ეს ორი პრემისა და რატომ მეცნიერები, რომლებიც მათ ხმამაღლა ამბობენ, ხშირად ხმის ჩახლეჩვაზე ჩერდებიან? პირველი პრემისა. სიცოცხლე გადარჩენისთვის ებრძვის. ეს ბიოლოგია, ეს ევოლუცია. ნებისმიერი ცოცხალი სისტემა, ამება თუ გალაქტიკათა შორისი ცივილიზაცია, ტოლვილია საკუთარი გადარჩენისა და გაფართოებისკენ. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ ცივილიზაციას სჭირდება ბუნებრივი რესურსები, ენერგია, მასალა, სივრცე. სამყარო კი სამწუხაროდ სასრულია. ნებისმიერ ცივილიზაციას, რომელიც საკმარისად განვითარდება, ერთ დღეს დასჭირდება მეტი ვიდრე მისი სახლი მზის სისტემა მოიცავს. ეს ეკონომიკური ლოგიკაა, ეს ფიზიკური ლოგიკაა. ამ ლოგიკაში გამონაკლისი არ არსებობს. და მეორე პრემისა. ის, რომელიც ყველაფერს ცვლის. მეორე პრემისა. სხვა ცივილიზაციის განზრახვა ვერ გადამოწმდება. ფიქრეთ ამაზე. თუ ყამირ სივრცის მეორე მხარეს გამოჩნდება სიგნალი, წყნარი, ნაზი, სიმეტრიული, ინტელექტის ნიშნებით სავსე, ჩვენ ვერ ვიცით რა დგას მის მიღმა. ეს შეიძლება იყოს ძმობა, ეს შეიძლება იყოს მახე. ნიკოლაი კარდაშოვმა, საბჭოთა ასტრონომმა, 1963 წელს შეიმუშავა ცივილიზაციების კლასიფიკაცია ენერგეტიკული სიმძლავრის მიხედვით. პირველი ტიპი პლანეტარული ენერგია, მეორე ვარსკვლავური, მესამე გალაქტიკური. ჩვენ ჯერ კიდევ ნულოვანი ტიპი ვართ. ჩვენ ჯერ ვერ ვთვლის ლოგარითმულ ცხილს საკმარისი სიჩქარით, ისინი კი მესამე ტიპის ცივილიზაცია, ჩვენი მზის ცივილიზაცია, ჩვენი მზის სისტემის ენერგიას ისე ადვილად ჩააქრობდა, როგორც ჩვენ კერა. სად შეიძლება იყოს ასეთი ცივილიზაცია? ყველგან, ამ წამს. ჩვენ ვარ ის ფეხბურთელი, ვინც ბნელ ქუჩაში ოქროს საათი გამოაჩინა.
და ბნელ ქუჩაში ჩვენი ხვირილი ახლა ჟღერს. მაგრამ შეიძლება გეკითხებიანთ, ეს ხომ სპეკულაციაა? ვიცი რა გაფიქრებთ. ბნელი თხის თეორია ჟღერს როგორც კინოფილმი. ჟღერს როგორც ის სახის არარეალური ემოციური სცენარი, რომელიც მხოლოდ ბოქს-ოფისს ემსახურება. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ არ ნახე მონაცემები. და ეს მონაცემები, ისინი ყველა სხვა ახსნას გვერდს უუხვევს. 1917 წელს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ობსერვატორია Big Ear ეძებდა კოსმოსურ სიგნალებს SETI-ის პროგრამის ფარგლებში. SETI ნიშნავს Search for Intraterrestrial Intelligence, გარეტერიტორიული ინტელექტის ძებნა. ყველანი ელოდნენ, ყველას ჯეროდა. შემდეგ 1917 წლის 34 აგვისტოს ასტრონომმა ჯერი ეჰმანმა სიხშირის ამობეჭდილ ქაღალდს გადახედა. ის დაინახა, რაც მანამდე არ ყოფილა. სიგნალი. 34 საათიანი ბრუნვიდან ამოსული ვიწრო ზოლის ინტელექტის ხელწერის სიგნალი. ეჰმანმა კალამი მოიმარჯვა, ქაღალდს გადახედა და ამ ადგილზე მხოლოდ ერთი სიტყვა ჩასწერა. ვოუ. ეს გახდა სახელი. ვაუ. სიგნალი. 34 მეგაჰერცი. ზუსტად სიხშირეზე, სადაც წყალბადი გამოსხივოს, ის სიხშირე, რომელიც ასტროფიზიკოსები მიიჩნევენ კოსმოსური გამოხმაურების საუბრის არხად. სიგნალის სვეტყვი წამი გაგრძელდა. ამ ვადაში ჩაიტია ყველა თეორიული კრიტერიუმი. ბუნებრივი ახსნა ნულოვანი. ხელოვნური წარმომავლობა მაქსიმალური. და შემდეგ სიჩუმე. სიგნალი აღარ გამეორდა. 25 წელზე მეტია ასტრონომები ელოდებიან. ის არ ბუნდება. რატო? ეს კი ყველაზე საინტერესო კითხვაა. ბევრი ეგონა ტექნიკური ჩავარდნა, ბევრი ეგონა ბუნებრივი ახსნა იქნებოდა, მაგრამ 2023 წელს ჩეხეთის პრაღის სამეცნიერო ინსტიტუტის ასტრონომებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ვარაუდობენ, რომ ვაუ, სიგნალი შეიძლება მომდინარეობდეს ვარსკვლავ 2 მასი 192 8198 2264 012 მიმართულებიდან, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომში ჩვენგან ახლო-ახლო. ეს ინტერპრეტაცია კამათს იწვევს. ეს ინტერპრეტაცია ვერ გადამოწმდა, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია კარს ამ კითხვისთვის ღებულობს. თუ ვინმემ გამოგზავნა, რატომ მხოლოდ ერთხელ? თუ ეს ავარია იყო, ვის ავარია? და თუ ეს გამოხმაურება იყო, ვის? ჩვენ რომ გამოგზავნეთ სიგნალი ახლა, 700 სინათლის წელში ის ჩავა 1000 წლეულის შემდეგ. ჩვენ კარგავ თვის ნახევარს იმ ლოდინში, სანამ ამაზონი ამანაც გამოგვიგზავნის. 1000 წლეულს კი ვერ ველოდებით. მაგრამ ვიდრე ბნელთხის ლოგიკაში გადავიდოდეთ, მოდით ერთი წამით შეჩერდეთ. სამყარო ნამდვილად ისეთია, რომ ის ამ სიჩუმეს ნება მისცენდა. ჩვენ ვიცით, რამდენი ვარსკვლავია. ვიცით, რამდენი მათგანს ჰყავს პლანეტები. ვიცით, რომ წყალი ეგზოპლანეტებზე ჩვენი სოლარული სისტემის გარეთ ნაპოვნია. ვიცით, რომ ამინომჟავები კომეტებში არსებობს. ვიცით, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა მოულოდნელად მალე, კლდეების გაგრილებიდან სულ 400 მილიონი წელი გავიდა. ანუ პირობები სიცოცხლისთვის ხელსაკრელი იყო, სიცოცხლე გამოჩნდა. ამ მონაცემებს უყურებ და ვხედავ მათემატიკურ სახეს. სიცოცხლე სავარაუდოა. გონიერი სიცოცხლე სავარაუდო. ტექნოლოგიური ცივილიზაცია სავარაუდო. და მაინც სიჩუმე. ოდესმე გიგრძნიათ ის გრძნობა სადილმდე ოთახში შეხვიდეთ, ყველა ხმა გაჩქნდეს, ყველა ახლობელი შეიმართოს ბოდიშის მომთხოვნელი სახის გამოთქმული სახის გამოქმა და გააცნობიეროთ. სხვებს საუბარი ჰქონდათ თქვენზე. კოსმოსი ასე ჩქმება. ჩვენ შევედით ოთახში. ფერმის პარადოქსს მეცნიერული ახსნების 10-ობით სია აქვს. ისინი ორ ბანაკად იყოფა. პირველი ბანაკი. ჩვენ ნამდვილად მარტოები ვართ. ეს ეგრეთ წოდებული იშვიათი დედამიწის ჰიპოთეზაა, რომელიც ავითარეს ასტრობიოლოგებმა პიტერ ვარდმა და ჯო ბრაუნლიმ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. მათი არგუმენტი: დედამიწა შემთხვევა კი არ არის, ის ბევრი ფაქტორის შეთხსვაა, რომელიც თითქმის შეუძლებელია. სწორი მანძილი ვარსკვლავიდან, სწორი ზომა, მთვარე, სწორი ტიპის ვარსკვლავი, ოლქის სწორი ადგილი გალაქტიკაში, ნახევრად ბნელ სარტყელში. ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად, ერთ ადგილას. ეს სტატისტიკურად ალბათობა თითქმის ნულია. და თუ ეს სწორია, ჩვენ ვართ ერთადერთები. ან, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე პირველი. მარტოობა, ასე გაგებული, ყველაზე მსუბუქი სცენარია. მაგრამ მეორე ბანაკი კი სულ სხვა ამბავს ხვება. მეორე ბანაკი ამბობს: ისინი არიან, ჩვენ უბრალოდ ვერ ხედავთ. ეს ბანაკი შეიძლება კიდევ სამ ჯგუფად გაიყოს. პირველი: ისინი ჩვენგან განვითარებით ისე წინ არიან, რომ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ. ანუ ჩვენ ნემსი ვართ და ისინი ოკეანე. მეორე: ისინი კომუნიკაციის ისეთ ტიპს იყენებენ, ჩვენ ჯერ ვერ ვიგებთ. ანუ ჩვენ AM რადიოს უსმენთ, ისინი კი კვანტური გადახლართვის არხებს იყენებენ. მესამე: ისინი ჩუმარიან, მიზანმიმართულად.
ეს მესამე ჯგუფი ყველაზე ნელა საუბრობს, ყველაზე ფრთხილად, ყველაზე მეტი პაუზით. და მეცნიერებს სტივენ ვები ბირმინჰემის უნივერსიტეტიდან, მელ სიგელი კარნეგი მელონიდან, ათების ჩამოთვლილი მათემატიკური ახსნა ბნელ დღეში კომახდება. გსურთ ხსნათ რატომ? წარმოიდგინეთ ახლა, ეს ცოტა შეიძლება სასჯელს გავს, მაგრამ ჯდით. დღეში, ღამე, მარტო. ბნელი. ჩვენ გვეძინა, გვავიწყდა სად ვართ და გაიღვიძეთ. ეხლა დღეში ვართ, ღამე, ბნელ, მარტო და ვიცით რომ დღე სავსეა. ვიცით რომ დღე სხვა ცხოველებით სავსეა. ბევრი მათგანი ჩვენი ზომისაა, ზოგი ბევრად დიდი. ეხლა ორი რამ შეგიძლიათ. ხმამაღლა ყვირილი ან ჩუმად ჯდომა. ყვირილი. ყველა მე ვართ, გამომართვით. ეს შეიძლება ძმობამდე მიგიყვანოთ, შეიძლება ნიადაგური შეხვედრამდე. ან შეიძლება ის, ვინც გისმენდა ბნელ დღეში გამოჩნდება და მაშინ კი ჩვენ ვარ ის, ვინც ადგილი ყვიროდა. ეს ბნელი დღის ლოგიკაა. ამ ლოგიკის ყველაზე მარტივი ჩამოყალიბება ასეთია. ყოველი ცივილიზაცია, ვინც გადადის ტექნოლოგიური ზღურის მიღმა, ხვდება, რომ სიჩუმე გადარჩენის ერთადერთი სტრატეგიაა. მაგრამ ჩვენ ყვიროდით. 60 წელზე მეტია, ჩვენ ყვიროდით. 1000-ობით ტელევიზიის, რადიოს, სატელიტური სიგნალის სახით. ყოველი ელექტრომაგნიტური გამოსხივება ინტელექტის ხელწერა. ვოიაჯერი 1917 წელს გაშვებული, ახლა სოლარული სისტემის ფარბლებს ებულობს. მასზე ოქროს ფირფიტაა. დედამიწაზე სიცოცხლის ასახვა, ჩვენი ადგილმდებარეობის ცნობა, ჩვენი ენა, ჩვენი მუსიკა, ჩვენი სახე. კარლ საგანმა, კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომმა, ვინც ამ ფირფიტას შეადგინა, ეს სიყვარულის წერილი უწოდა. სიყვარულის. ეს ლამაზია. ეს ახსენებს ვინ ვართ, ოცნებებიც ვართ, ცნობის მოხარეობაც ვართ, სიამოვნება ვართ. მაგრამ თუ ბნელი დღის ჰიპოთეზა სწორია, ეს სიყვარულის წერილი ჩვენი მისამართია. ახლა ვინმე მიცის სად ვართ. ვიდრე შემდეგ ეტაპზე გადავიდოდეთ, ერთი კითხვა დაგისვათ. თუ ცივილიზაციები ნამდვილად ჩუმ ყოფნას ამჯობინებენ, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა ოდესმე ყვიროდა და ის სიგნალმა მოასწავლა. და თუ ეს ასეა, ჩვენი სიგნალი. ახლა ის 5 ათეულ სინათლის წელს ვრცელდება გარშემო, ჩვენ უკვე ხმამაღლა ვყვიროდით. ეს კითხვა ღამეძილს მართლას წვეთს. ახლა კი ეტაპობრივად ჩამოვთვალოთ ის, რაც ვიცით. სეთის ისტორიაში 600 წელზე მეტი ობსერვაციის შედეგია. ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიგ ირი ტელესკოპი 20 წელს მუშაობდა. სეთის ელენ ტელესკოპ Array 94 ანტენა ჯგუფი ჰარვარდ სმითსონიანის ასტროფიზიკური ცენტრის ხელმძღვანელობით 10 წლის განმავლობაში ეძებდა. ჰარვარდის ასტრონომების ჯგუფმა 2017 წელს 400-ული მოკლე ელექტრომაგნიტური ფეთქება Fast Radio Bursts ჩაიწერა. ეს ფეთქებები 1 მილიმეტრში გამოსხივავს ენერგიას, რომელიც ჩვენი მზე 10,000 წლის განმავლობაში გამოსხივებს. ბუნებრივი ახსნა, ნეიტრონული ვარსკვლავის სპინი. ბუნებრივი, ანუ არახელოვნური. ამიტომ კვლავ სიჩუმე. კვლავ არ არა. სამყაროს სიჩუმე ორ ლოგიკის ერთ ლოგიკაში კვეთს. ან ცივილიზაციები ძალიან იშვიათია, ან ცივილიზაციები ჩუმ ყოფნას ამჯობინებენ. ორივე ახსნა, ერთ-ერთი, ჩვენ დედამიწელებს ექსისტენციალურ სახეს გვიყენებს. პირველი ახსნა ნიშნავს, ჩვენ ალბათ ბოლო ვართ, ან პირველი, ამ სამყაროში, ამ ღამეში, ოდესმე. მეორე ახსნა ნიშნავს, ვინმე იქ არის და ის ელოდება, სანამ ვარ ძალა, ჩვენ ვათვალიერებთ. ბნელი დღის ლოგიკა ამ მეორე ახსნის ყველაზე ულმობელი ვარიანტია და სწორედ ამ ლოგიკაში ლიუ ცისინს, სტივენ ვებს, სხვა მეცნიერებს ეძინებათ. მაგრამ სანამ სრულ სიბნელეში ჩავარდებით, ერთი კითხვა. სიჩუმე შეიძლება სხვა მიზეზით ახსნებოდეს. შეიძლება ცივილიზაციები ვერ ლაპარაკობენ არა იმიტომ რომ ეშინიათ, არამედ იმიტომ რომ ვეღარ ლაპარაკობენ. დიდი ფილტრის ჰიპოთეზა ამბობს. განვითარების გარკვეულ ეტაპზე ყველა ცივილიზაცია ბარიერს ხვდება, რომლის გადამლახავი არ გამოჩნდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი ნიკ ბოსტრომი ეს ჰიპოთეზას ათავსებს ჩვენს ყველაზე გულწრფელ შეკითხვაში. ეს ფილტრი ჩვენ უკან არის თუ წინ? ეს კი ყველაზე ღრმა კოსმოსური კამათია ახლა. ახლა რაც პირველ ნაწილში ვნახეთ, ფერმის პარადოქსი, ვაუ, სიგნალი, დიდი ფილტრი, ეს ყველა ცალ-ცალკე საშინელია, მაგრამ ეხლა გაერთიანდება. ეხლა ვნახავთ, რატომ ეს ყველაფერი ერთ ლოგიკაში იჯდება, ბნელი დღი იჯდება, ბნელი დღის ლოგიკაში. და ეს ლოგიკა ისეთი ცივი, ისეთი სუფთა, ისეთი მათემატიკურია, რომ ჩინეთის მეცნიერებმა, ვინც პირველად ჩამოაკალიბა, ეხლა მასზე ლაპარაკი გადაიფიქრა. 2018 წელს ბეიჯინგის ინსტიტუტ ავანგარდის ტექნოლოგიის სემინარზე ფიზიკოსმა ვანგ ჯიუჯინმა განაცხადა. ბნელი დღე კი არ შეიქმნა ლიტერატურულ ფანტაზიად,
ის გამოვლინდა ლოგიკური ანალიზის შედეგად. ეს განმასხვავებელი ერთი წინადადება. ეს განმასხვავებელი ყველაფერი. Liu Cixin, ჩინელი ინჟინერია. ის 20 წელზე მეტი ატომური სადგურებში მუშაობდა. მეცნიერი, ანალიტიკოსი. მისი გონება ამ ლოგიკას ლიტერატურული ინტუიციით კი არ მიადგა, მის კნილებაში სამი სხეულის პრობლემა, სამტომიანი ციკლი, რომელმაც 2005 წელს ჰუგოს პრემია მოიპოვა, ის ერთ-ერთ პერსონაჟს ათქმევინებს, რაც სინამდვილეში ლოგიკური დასკვნაა. სამყარო ბნელი დღეა. ყოველი ცივილიზაცია მოიარე ნადირი. ყოველი სხვა ცივილიზაცია პოტენციური საფრთხე. და ყოველი გაჟღენთილი სიგნალი ჭვინტება ბნელ დღეში, რომელიც ადგილმდებარეობას ამჟღავნებს. ეს ჰიპოთეზა ლოგიკის ორ ბურჯს ეკრდნობა. ორ ისეთ ბურჯს, რომლის უარყოფა შეუძლებელი. პირველი ბურჯი. გადარჩენა პრიორიტეტია. ეს ბიოლოგია. ეს ნებისმიერი სიცოცხლის ფუნდამენტური წესია. ბაქტერიიდან დაწყებული ადამიანამდე, ნებისმიერ სახეობამდე, ნებისმიერ ტექნოლოგიურ ცივილიზაციამდე გადარჩენა პირველია. გადარჩენა ნებისმიერ სხვა მიზანზე მაღლა დგას. ეს ევოლუციის ენა. ეს ფიზიკის ენა. სისტემა, ვინც გადარჩენას სხვა ღირებულებებზე დაბლა ათავსებს, ქრება. ანუ სამყაროში სტატისტიკური საშუალო ხედვით გადარჩებს ის, ვინც გადარჩენას პირველ ადგილას ათავსებს. სხვა ყველა გაქვავებული ჩანაწერი პალეობიოლოგიის წიგნში. ეს ლამაზი ციტატა კი არ არის, ეს მექანიზმი. მეორე ბურჯი. რესურსების სასრულია. სამყაროს ენერგია საბოლოოდ შეზღუდულია. 46 მილიარდი სინათლის წლის ღია სამყარო დიდია, მაგრამ ის არ არის უსასრულო. ყოველი ვარსკვლავი ბოლოს ქრება. ყოველი ნახნახშირბადი ერთ დღეს გამოყენებულია. ყოველი ენერგია ბოლოს ენტროპიაში კარგდება. ბოლოს. ნებისმიერ ცივილიზაციას, ვინც კარდაშოვის მეორე ან მესამე ტიპს მიაღწევს, ვარსკვლავური ან გალაქტიკური ენერგეტიკა ბოლოს ერთ კითხვამდე მივა. საკმარისი ენერგია ვის ეკუთვნის? და ამ კითხვას, ამ ბოლო კითხვას, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. იმას, ვისაც უფრო ბევრი ენახა. ვისაც ნაკლები კონკურენცია ჰყავს, ვინც უფრო ადრე გამოჩნდა, ვინც ყველანი სხვები გაანადგურა. ახლა ამ ორ ბურჯს შეაერთეთ. ყოველი ცივილიზაცია გადარჩენისთვის ებრძვის. ყოველ ცივილიზაციას ბოლოს რესურსი ეწვება. ყოველ ცივილიზაციას სხვა ცივილიზაცია კონკურენტია. სხვის განზრახვა ვერ გადამოწმდება. ანუ, სხვა ცივილიზაცია პოტენციური საფრთხეა ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე. ახლა კი ბნელი დღის ყველაზე ცივი დასკვნა. თუ ვიცი, რომ სხვა ცივილიზაცია არსებობს და ვიცი, რომ ის პოტენციური საფრთხეა, ჩემი გადარჩენის პოზიცია ნათელია. გავანადგურო ის, სანამ ის გამანადგურებს. ეს კი გაქვავებული გამოსახვება, ბნელი დღის ლოგიკის ამოძრავებელი ძრავაა. ბოლოს გესმოდეთ, ეს ემოცია კი არ არის, ეს თამაშის თეორია. ჯონ ნეშმა, პრინსტონის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, ვინც 1999 წელს ნობელის ეკონომიკის პრემია მიიღო, ნეშის წონასწორობის კონცეფცია ამბობს. ორი ანტაგონიზებული მოთამაშე, ვისაც ერთმანეთის განზრახვა არ იცის, ირაციონალური სულ ყველაზე ეგოისტური სვლის გაკეთებაში მოვა. კოოპერაცია კი სრულ ნდობაზეა დამოკიდებული. ნდობა კი ვერ ამოწმდება. სამყაროს მასშტაბით ნეშის წონასწორობა ეს ბნელი დღის ლოგიკა, მაგრამ ვინ ამბობს, რომ სხვა ცივილიზაციები ჩვენ ვაგებით მსჯელობენ? ვიცი, ეს ახლა გიფიქრიათ. ალბათ ისინი ჩვენზე განვითარებული ვართ, ანუ ზნეობრივადაც. ეს ოპტიმისტური ვარაუდია, ეს ლამაზია და ეს ლოგიკა და ეს ოგიკა ვერ ვამხელ. მაგრამ კარლ საგანი, ის ვინც ვოიაჯერზე ოქროს ფირფიტა ჩადო, 1997 წელს წერდა. ჩვენ ვერ ვივიცით, განვითარებული ცივილიზაციები ზნეობრივად უფრო მოწინავეა ვიდრე ჩვენ. ევოლუცია ზნეობას არ ასწავლის, ევოლუცია გადარჩენას ასწავლის. და ეს განსხვავება, ზნეობა და გადარჩენა, სხვა ამბავია, სრულიად სხვა. ახლა კი ერთ გამარტივებულ კინემატოგრაფიულ სახეს გავიხსენებთ. ოჯახი ტყეში ვართ. ატყდება ძლიერი ქარიშხალი. ყველა ძილღვიძილობდა. და ოჯახის უფროსი ამბობს. არა, ჩვენ ვართ. ბუნებაა. დღე დღეა. ბუნებაში ვარ ადამიანი, ყველაზე გონიერი. ვფიქრობ, ხვარებ, მეგობრობ. ჩვენ ოჯახი ვართ. ეს ახლა ანარეკლი ჩვენი სამყაროს შეხედვისაა. ჩვენ ვართ ოჯახი, კოსმიკური სოლიდარობის ოჯახი. ვიყვარებოდეთ, ვითანამშრომლოდეთ, ვიყავით ყველანი ამ გრანდიოზულ დღეში. მაგრამ ბნელი დღის თეორია ამბობს, დღე სულ სხვაა. დღეში ყველა ცხოველი, ყოველ ღამე, ყოველ წამს გადარჩენის ბრძოლაში ვართ. და ოჯახი ბოლოს ნათესავია. კოსმოსი ნათესავი კი არ ყავს. ახლა კი ყველაზე შეშფოთებელ ექსპერიმენტულ მონაცემებს ავიღებ. 1986 წელს ასტრონომმა ფრენ დრეიკმა, ის ვინც განტოლება გააკეთა,
სეთის პროექტი ოზმა დაარქვა. ეს ვინ ოზია? ოზი, ოზის ჯადოქრის პრინცესა, ცნობის მოყვარე გოგო. დრეიკმა სიმბოლური სახელი აირჩია. ჩვენ ველოდით ოზის ჯადოქარს. ჩვენ ველოდით ყვავილების გზას. ვახარებდით, გვინდოდა კონტაქტი. ახლა კი 300 წლის შემდეგ სეთის ყველა ექსპერიმენტი, SETI at Home, Allen Telescope Array, Parkes Observatory, Green Bank Telescope. ყველა, ყოველ 1000 მდუმარე, ყოველ 1000 არარა. ეს არარა ნიშანია. ნიშანი, რომლის ახსნა, ბნელი თხრის ლოგიკა, ყველაზე მარტივია. ვიცი, ახლა ფიქრობთ, მაგრამ ჩვენ ეძებდით მხოლოდ ელექტრომაგნიტური სიგნალები, შეიძლება სხვა ენა იყენებენ. ეს სამართლიანი კითხვაა. ეს ოქტავიო ბლანკო, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კომპლექსიანობის თეორიის მეცნიერი, ამ კითხვას 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალ Acta Astronauticaში განიხილავდა. მისი პასუხი: კვანტური კომუნიკაცია, ნეიტრინო სიგნალი, გრავიტაციული ტალღები, ეს ყველა ტიპი ჩვენ ჯერ ვერ გვაქვს ყოველ ინსტრუმენტი, მაგრამ ეს ახსნა ამ სიჩუმეს ვერ ხსნის სრულად. ეს ამბობს, ვერ ვხედავთ, ეს კი სხვა ამბავია. ანუ, შეიძლება ვერ ვხედავთ, შეიძლება ისინი ლება, ისინი ჩვენ ხედავთ და ჩუმგვართ. ერთ-ერთი. მაგრამ რომელი? ახლა ვიდრე ბნელთხის ლოგიკის შედეგებამდე მივიდოდეთ, ეს არის ის, რასაც მეცნიერები ხმამაღლა არ ამბობენ. გვჭირდება ერთი ძალიან კონკრეტული, ძალიან გამაგდებელი კითხვა. ჩვენ, დედამიწელები, 20 წლის განმავლობაში ვყვიროდით. 10,000-ობით სიგნალი, ყველა კმაყოფილი, ყველა შეუჩერებელი. Voyager-ი გვიდებს მისამართს კოსმოსში. ჩვენი ტელევიზიის სიგნალები, პირველი ტელეგადაცემიდან, ახლა 80 სინათლის წლის რადიუსში ვრცელდება. 80 სინათლის წელი. ეს ნიშნავს 3 ათეულ ახლო ვარსკვლავს, ვინც ჩვენი სიგნალი უნდა მიაღწია. 4000 ვარსკვლავთა სისტემა, ვინც ალბათ ჩვენი ხმა ისმენს. ახლა ბნელი თხრის ლოგიკით, ეს ყველა, ვინც ჩვენი სიგნალი მიიღო, ახლა იცის სად ვართ, რა ვართ, რა ზომის, რა ტიპის. ჩვენ დავხატეთ X ჩვენს მისამართზე. ჰარვარდის კოსმოსური ქიმიის პროფესორი ავი ლოების ეს ასე ახსნა 2020 წელს. ავი ლოები, ეს სახელი კარგად დაიმახსოვრეთ. ის ჰარვარდის ასტრონომიის განყოფილების ყოფილი თავმჯდომარეა, 10 წელზე მეტი. ამ ადამიანს ყველა სერიოზულობა ახასიათებდა. ის ნიუტაუნის კოსმოსური ბუნდოვანი ამბებს, უფოს, ეზოთერიკას, ყოველჯერ მკვეთრად განდევნიდა. ამიტომ 2020 წელს ომუამუას შესახებ მისი სტატია მეც სამეცნიერო სამყაროს შეაძრა. უმუამუა. ჰავაიური სიტყვა გზის მოხეტიალე. ობიექტი, ვინც ჩვენს მზის სისტემაში 17-მეოთხე წელს გამოჩნდა. ობიექტი, ვინც კომეტა კი არ იყო, კომეტები გაზი გამოსხივავენ. უმუამუა არ გამოსხივა გაზი. ობიექტი, ვინც ფორმით ასელმა. ეს 50 ჯერ სქლეზე გრძელი, ბუნებრივ სხეულებში ასეთი ფორმა არ გვხვდება. ობიექტი, ვინც მზის სისტემა, ჩვენს სწორი კუთხით შემოვიდა, ანუ სტატისტიკურად ვერ მოხდა შემთხვევით. ობიექტი, ვინც ამაჩქარებელ ძლიერი ურა სიჩქარე ჰქონდა, სანამ გარდაიდა, ეს ჩვეულებრივ კომეტური ბუნებაში ვერ ხდება. ლოები ამბობს, ეს შეიძლება ხელოვნური ობიექტი ყოფილიყო. ზონდი, სადაზვერვო. და თუ ეს ასეა, ის ჩვენ გვნახა. ჩვენ ვერ ნახეთ ის. სამეცნიერო საზოგადოება ლოების ამ ჰიპოთეზას უმეტეს ნაწილი ნეიტრალური სკეპტიციზმით ხვდება. ეს სამართლიანია, ეს მეცნიერებაა. კომეტური ახსნებიც არსებობს. მაგრამ ლოების ამ ჰიპოთეზა, ოფიციალური სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული, ნიშნავს ერთს. ჰარვარდის ასტრონომია, ის, ვისაც ყველაზე სერიოზული სახელი ყავს, ამ ამბავს ვეღარ გაეპარება. ეს კითხვა, ჩვენ ვნახეთ, ახლა ოფიციალური ჰიპოთეზაა. ეს გარდამტეხია. მაშ სიჩუმე, ბნელი დღე, სადაზვერვო ობიექტები. ეს ყველა ერთი პანოს ნაწილია, მაგრამ არის ახსნა, ვინც ყოველ სხვა ახსნაზე ღრმად ჩადის. ახსნა, ვინც კი არ ამბობს, ისინი ჩუმართ, ეს ამბობს, ისინი ვერ ლაპარაკობენ. ვერ ლაპარაკობენ. ამ ახსნას დიდი ფილტრი ეწოდება. და ეს ახსნა ოქსფორდის ფილოსოფოს ნიკ ბოსტრომის ვარიანტით, ყველაზე ღრმა ეგზისტენციური კვეტია, ვინც ოდესმე ჩამოყალიბდა. ნიკ ბოსტრომი 1995 წელს დაიბადა. ის ოქსფორდის ინსტიტუტ Future of Humanity-ის მოძრავ ძალაა. ეს ადამიანი ფილოსოფოსი, სტატისტიკოსი, ყოფილი ფიზიკოსი, 10,000-ობით სიტყვაში ჩამოაყალიბა ის, რაც ყველა კოსმოლოგს ძილღვიძილობდა. ჩვენ ხედავთ, რომ სამყარო სავსეა პირობებით სიცოცხლისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შედარებით სწრაფად გაჩნდა. ჩვენ ხედავთ, რომ სამყარო ძველია, ჩვენ ვარ ახალი. ეს მათემატიკა ამბობს, ცივილიზაციები უნდა მოიძებნებოდეს, ბევრი, ძველი, გავრცელებული, მაგრამ არ არა. ეს არ ყოფნა, ბოსტრომი ამბობს,
ფილტრის ნიშანია. ბარიერი, ვინც ცივილიზაციების გავრცელებას ხელს უშლის. კითხვა ერთია, ეს ბარიერი სად არის? ჩვენ გავლილი ვაქვს თუ ჯერ წინ გველოდება? ბოსტრომის არგუმენტი ასეთია. თუ სამყარო სავსე იყო, ჩვენ ნახავდით. ჩვენ ვერ ვხედავთ. ეს ნიშნავს ბარიერი არსებობს. ეს ბარიერი ან ჩვენ გავლილი გვაქვს, ანუ ჩვენი ევოლუციური გზა, ან სიცოცხლის გაჩენა, ან ევკარიოტული უჯრედის გაჩენა, ან სქესობრივი გამრავლება, ეს ბარიერი გადავლახეთ. ეს კარგი ამბავია. ეს ნიშნავს, ჩვენ განსაკუთრებული ვართ. ის, ვინც ბარიერი გადალახა. ეს ოპტიმისტური სცენარია, მაგრამ ამ მაგრამს ყველაზე ნელა ამბობს. თუ ფილტრი ჩვენ წინ არის, ეს ნიშნავს, ყველა ცივილიზაცია, ვინც ჩვენ ეტაპამდე მიდის, ბოლოს ქრება. ბოლოს ქრება. ყველა. გამონაკლისის გარეშე. ანუ ჩვენც ვქრებით. ეხლა ეს ფილტრი კონკრეტულად რა შეიძლება იყოს? ბოსტრომი ჩამოთვლის ვარიანტებს. ბირთვული ომი, ტექნოლოგიური ცივილიზაცია ბოლოს საკუთარ ტექნოლოგიას ვერ ართმევს. ეს შეიძლება. ხელოვნური ინტელექტი, ვინც კონტროლი გაქვავებს. ის, ვინც სუპერინტელიგენს მოაღწევს, ჩვენ ვერ არ მართავთ. ეს ასევე შეიძლება. ბიოტექნოლოგიური კატასტროფა. ინჟინრული ვირუსი, ვინც შექმნა, ეს ასევე. ნანოტექნოლოგია, მოლეკულური ასამბლეირები, ვინც ნაცრის ჩვრას სცენარს ახორციელებს, სამყაროს ყველა მატერია ეჭამება. ეს ყველა ფილტრის სახია. ეს ყველა ჩვენ წინ. ეს ყველა ჩვენ ველოდება. და ბოსტრომი ამბობს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილოსოფიურ ციტატს 2003 წელს. მარსზე სიცოცხლის კვალის პოვნა ყველაზე სასიხარულო ამბი არ იქნება. ის ყველაზე საშინელი ამბი იქნება, რაც ოდესმე კაცობრიობამ გაიგო. ეს ციტატა, ახლა კარგად გაიმეორეთ. მარსზე სიცოცხლის კვალის პოვნა ყველაზე საშინელი ამბი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ თუ სიცოცხლე მარსზეც გაჩნდა, ანუ სიცოცხლე ჩვეულებრივია, ანუ გალაქტიკა სავსეა სიცოცხლით, ანუ ყოველსადმე ცივილიზაციები ჩნდება, ანუ ყველა ქრება, ანუ ფილტრი ჩვენ წინ. ბოსტრომი ამბობს, სადაც ცივილიზაციები ვხვდებით, ყველა ქრება. ჩვენც ვქრებით. მარსი კი ეს ნიშანია, ვინც ამ ახსნას ადასტურებს. ეს ლოგიკა, ეს ამ ციტატის სიმძიმე, ეს ფილოსოფიასა და ფიზიკის ყველაზე ცივი შეხვედრაა. ახლა NASA-ს ბოლო კვლევები. 2020 წელს მარსი Perseverance როვერი დაეშვა. მისი ძირითადი ამოცანა ბიოლოგიური კვალის ძებნა. 2022 წელს ამ როვერმა ჯეზერო კრატერში ორგანული მოლეკულები, პოტენციური სიცოცხლის ქიმიური წინამდებარე ნახა. ეს ჯერ დასტური კი არ არის, ეს ჯერ ქიმია, ჯერ. მაგრამ ბოსტრომი ამ ამბავს ასე ხვდება. ყოველი ნახვა ჩვენ გვამცნობს, ფილტრი ჩვენ წინ შეიძლება იყოს. ეს ფილოსოფიური ანაბეჭდია, მეცნიერის ხელწერა, ვინც სამყაროს ყველაზე სამართლიანი კითხვას ვამს. ეხლა ვიდრე გავაგრძელოთ, ერთი ძალიან კონკრეტული ფაქტი. ჩვენი მზის სისტემა 4 მილიარდი 600 მილიონი წლის ასაკისაა. ირმის ნახტომი 320-დან 400 მილიარდი წლის ასაკისაა. ეს ნიშნავს, ჩვენ ვარ ახალი. ვარ ახალი ეს გალაქტიკაში, ეს ნამდვილად ახლა. ისინი, ვინც ბევრად ადრე გამოჩნდა, 1 ან 2 მილიარდი წლის წინ, ახლა სად ვართ? 1 მილიარდი წლის გარდა ჩვენ ეს არ ჩანს. ეს ვარ, ეს გვერდი, ეს სიჩუმე, ეს ბნელი დღეა. ეს ყველაზე გარდამტეხი ჰიპოთეზა. ახლა ვუახლოვდები ამ სცენარის ყველაზე შეუსწავლელ, ყველაზე ჩუმ ნაწილს. ეს ის ადგილია, სადაც მეცნიერები, ნამდვილი, სერიოზული, ნობელის ლაურეატები ამბობენ ისეთ რამეებს, ვინც კი ოფიციალურ სამეცნიერო ჟურნალებში გადის, მაგრამ პრეს-კონფერენციებზე ვერ. ეს ჩუმი ნაწილია. ეს კი ყველაზე საინტერესოა. ჯონ ბრიდელი, ეკოლოგი, უც ჰოლის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტიდან, 1000-ობით სტატიაში ახასიათებს ფერმის ჩამავალ სიჩუმეს ასე. ყოველჯერ, როდეს მეცნიერი ოფიციალური საუბრისას სეთის შედეგებს განიხილავს, ახდენს ინტელექტუალური ამოძრავებული შერბილებას. სიგნალის არარსებობა შეიძლება ტექნოლოგიური ახსნა ჰქონდეს. ვრცელი კონტაქტი ჯერ ადრეა, ჩვენი ინსტრუმენტები ვერ ეთქმის. ეს ყველა სიმართლეა. მაგრამ ყველა სამართლიანი მეცნიერი ეთანხმება. 20-25 წლის სეთის ძებნა ორ ვარიანტს გვიდებს. ცივილიზაციები იშვიათია, ან ჩუმ ვართ. მესამე ახსნა ჯერ ვერ ამოვსებთ. ეს ჩუმი ვარიანტი, ბნელი დღე. ეს ხშირად ბოლოა. ეს ჩვეულებრივ ბოლოა. ახლა კი ყველაზე ეჩუგამომწვევ ექსპერიმენტს ვახსენებ, ვინც ოდესმე სეთის ისტორიაში ჩატარდა. 10,000-ობით სეთის ძებნა ელექტრომაგნიტური სიხშირეებს ეხება. მაგრამ ჰარვარდის ოპტიკური სეტი ჯგუფი
ფიზიკოსი ოსკარ ბაკალა და მათემატიკოსი ჯონ ჰოვარდი 10,000-ობით ლაზერული სიგნალის ძებნაში ჩართულნი არიან. 10,000-ობით ლაზერული ოპტიკური ვიწროზოლიანი ეს ახალი თაობის სეთი. 2006 წელს ამ ჯგუფმა 4 ასოციაცია ვარიანტი და უხასიათებელი ოპტიკური ბლიპი ჩაიწერა. ეს ჯერ ვერ ახსნეს. ეს ჩვეულებრივ ინსტრუმენტული ხმაურია, ჩვეულებრივ. მაგრამ ჩვეულებრივ კი ასე ვამბობდით ვაუზეც, ვიდრე ვაუ არ გახდა. ჩვეულებრივ, ეს ბევრჯერ ახსნა. ბევრჯერ, ჯერ, ეს კი არ. ახლა კი გიჩვენებ ამ სამეცნიერო მდუმარების ყველაზე ცნობილ მაგალითს. თომას ბეიზი. არა, ეს ის ბეიზი კი არ არის, სტატისტიკოსი, სხვა ბეიზი. 10,000-ობით ამ ამბავს ხვება. 2005 წელს ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის NSF-ის ექსპერტმა ჯგუფმა სეთის დაფინანსება შეამცირა. ოფიციალური ახსნა ბიუჯეტი. მაგრამ ნეშის ოქმებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ვინც ვინ გადახედა, ნახავთ ფრაზას. ამ კვლევამ პოტენციალი კი არ ამოწურა, მაგრამ პრაქტიკული ახსნები უფრო სასარგებლო მიმართულებაა. პრაქტიკული ახსნები. ეს ნიშნავს, ჩვენ ვეძებთ, ვერ უპოულობთ. ხალხი კი ახსნას ელოდება. ამ ელოდებამ ჯობს ზღვაში ვეძებდეთ, სადაც ახასიათება. ეს ოფიციალური პოლიტიკა კი არ ახდენს სეთის დახასიათებას. ეს ახდენს სეთის ინვესტიციის გადამისამართებას. განსხვავება ყოველი და ბრიაქრუ ინიციატივე, ჟულიო ილიჩი, ოქსფორდის კვლევა ახლა კერძო დაფინანსებით მუშაობს. ინვესტორი, ამ შემთხვევაში ირა ბრიაქრუს სახელით, რუსი-ბრიტანელი მეწარმე იური მილნერი, $100 მილიონი. ეს კი სახელმწიფო ფინანსირება კი არ არის, ეს კი პირადი ინვესტიციაა. კითხვა. სახელმწიფოები, ვინც ასეთ ინვესტიციას კერძო სფეროს ბარებს, ისინი ჩუმართ, ან მათ ყველა ჩუმყოფნის ლოგიკა ესმით. ეს სამი კითხვა, ვინც ფიზიკა ვერ პასუხობს. პირველი. კოსმოლოგიური მუდმივის ზუსტი მნიშვნელობა. ეს მუდმივა, ლამბდა, ვინც ბნელ ენერგიას ახასიათებს, ვინც სამყაროს გაფართოების სიჩქარეს განსაზღვრავს, ეს ცოტა ნაკლები ყოფილიყო. სამყარო ერთ ბიგ გრუნტში დაიგეცოდა. ეს ცოტა მეტი ყოფილიყო. სამყარო ისე სწრაფად გაფართოვდებოდა, გალაქტიკები ვერ ჩამოყალიბდებოდა. ეს ზუსტად ისა არა არის. ვინ გამოანგარიშა? ამ კითხვაზე ფიზიკა სიჩუმეს ინახავს. მეორე. ანტიმატერია. ბიგ ბენგში თეორიის მიხედვით, მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით უნდა წარმოქმნილიყო. ანტიმატერია ეს ის ნივთიერებაა, ვინც ჩვეულებრივ მატერიასთან შეხვედრისას ორივე ანადგურებს. ეს ნიშნავდა, სამყარო მკისვე ნულამდე ენახა. მაგრამ ჩვენ ვართ. ეს ნიშნავს ასიმეტრია. ცოტა მეტი მატერია. ვინ გადაწყვიტა ეს ასიმეტრია? ჩვენ ვიცით, ეს ასიმეტრია მილიარდზე ერთი შეფარდება იყო, ანუ 10 ტრილიარდი ნაწილაკი ეომებდა, 200 ტრილიარდი ანადგურდა, 1 ტრილიარდი დარჩა. ჩვენ ის ერთი. ეს ასე ვიცით. ვინ? ჩვენ ვერ ვიცით. მესამე. სიცოცხლე. ვინ? როდემ? პირობები ჩვენ ვიცით, მოლეკულები ვიცით, ქიმია ვიცით. მაგრამ ის პირველი მომენტი, სადაც ქიმია სიცოცხლე გახდა, ეს მომენტი ჩვენ ჯერ ვეღარ განვამეორეთ. ლაბორატორიებში 4 წელი ვცდილობთ. ვერ. ეს ხვერეს ყველაზე გამაოგნებელი სამეცნიერო ვერია. ეს სამი კითხვა, ეს სამი ვერ, ამ სამ ადგილას სამყარო სიჩუმეს ინახავს. კაი ინახავს, ან სავს, ან სამყარო ჩვენ გვიმალავს. ბუნებრივ გვიმალავს, ანუ ჩვენ ინსტრუმენტები ჯერ არ გვაქვს. ან ამ კითხვებს პასუხი ჯერ ვერ გამოჩნდება. ეს ჯერ, ეს ბნელი თხის ლოგიკაში, ეს ჩვენი სიცოცხლის ხანი. ჩვენ ამ კითხვების ციკლში ვართ. ჩვენ ამ ჯერში ვართ. ჩვენ ამ ოთახში ვართ, სადაც ყველა ხმა გაჩქმდა. ახლა გავაჩეროთ ეს ყველაფერი ერთ წამით. ჩვენ ვისაუბრეთ ბნელ დღეზე, ბარიერზე, სიჩუმეზე. ყველა ეს განხილვა გარეთ იყო მიმართული. ჩვენ ვეძებდით პასუხს კოსმოსში, მაგრამ ახლა კი სრულიად სხვა კუთხით შევხედოთ. ახლა ავიღოთ სარგე. ახლა ვნახოთ. ჩვენ დედამიწელები, ჩვენ ეს ცივილიზაცია. ვინც ვოიეჯერი გაუგზავნთია, ვინც ვოიეჯერი გაუგზავნეთ, ვინც ბირთვული ბომბი გავაკეთეთ, ვინც ატმოსფერო ვაფუჭეთ. ჩვენ ვართ ის ცივილიზაცია, ვინც სხვა ცივილიზაციებს ეშინიათ. ან ჩვენ ვართ ის ბავში ბნელ დღეში, ვინც ჯერ ვერ გაიგო სად ვართ. კარლ საგანი ამ კითხვას, ამ სარკის კითხვას, ვას 10,000-ობით ფიქრობდა. 1994 წელს კოსმოსის სატელევიზიო სერიაში ის ამბობდა: ჩვენ ყველა ერთი ოჯახი ვართ, ვარსკვლავური ნივთიერება, ვინც ვარსკვლავებზე ოცნებობს.
ეს ლამაზია, ეს ჭეშმარიტია. ჩვენი ნახშირბადი, ჟანგბადი, კალციუმი ნამდვილად ვარსკვლავების ფეხბოლოს სუპერნოვებში შეიქმნა. ჩვენ ვარ ვარსკვლავური ნამცეცი, ვინც გამოჩნდა. ეს სიმართლეა. მაგრამ საგანი, ის, ვინც ყველაზე პოეტი იყო სამეცნიერო სამყაროში, ასევე ამბობდა. კოსმოსი, ყოველი ამბავი, ვინც ოდესმე მოხდა. კოსმოსი ისეთი ადგილია, სადაც ჩვენ ყველა შეცდომები ჩვენ ვიძლევით. ეს ჩვენი შეცდომები, ეს ამ ნაწილის გული. ჩვენ ეს ცივილიზაცია 10,000 წლის ისტორიაში 20,000 ომი, 20 მილიონი ადამიანი, ხოლოდ მე-20 საუკუნეში ომებში გარდაიცვალა. ჩვენ ეს ცივილიზაცია 20,000 ბირთვულ ბომბს ვფლობდით ცივი ომის პიკზე. 20,000. ყოველ ამ ბომბი ჰიროშიმაზე ჩაგდებულ ბომბზე 10-20 ჯერ უფრო ძლიერი. ეს ჩვენ ვართ. ახლა კი წარმოიდგინეთ, სხვა ცივილიზაცია ჩვენ ხედავს. ის ხედავს ჩვენი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ჩვენი ტელევიზია, ჩვენი სიგნალები, ჩვენი მესიჯები. ის ხედავს ჩვენი, ის ხედავს ჩვენ ვართ ტექნოლოგიური ცივილიზაცია, ვინც ბირთვული ენერგია ვიცის, ვინც კოსმოსში ვდივართ. ის ვერ იცის ვართ მეგობრები ან მტრები, ის ვერ გადაამოწმებს. ბნელი ტყის ლოგიკა, ამ სხვა ცივილიზაციისთვის ეს გვეხება. ჩვენ ვართ ის სიგნალი ბნელ ტყეში, ვინც სხვებს აფრთხობს. ეს გააზრება სრულიად ცვლის სიჩუმის ინტერპრეტაციას. შეიძლება სხვა ცივილიზაციები ჩუმ ვართ, არა იმიტომ ხვდებიან ბნელ ტყეს, არამედ იმიტომ ჩვენ ვნახეს. ჩვენი სიგნალები, ჩვენი ომები, ჩვენი ბირთვული ტესტები. ყოველ ბირთვული აფეთქება ელექტრომაგნიტური პულსით ვრცელდება კოსმოსში. 10,000 ბირთვული ტესტი, 10,000-ობით კოსმიკური ხვირილი. ჩვენ ბირთვული ვართ. ეს ხვირილი ახლა 80 სინათლის წელს გასდევს. ამ 80 სინათლის წელში 10-ობით ვარსკვლავთა სისტემა. ამ სისტემებში ვინ ვართ? ჩვენ ბავშვი ბნელ ტყეში, ვინც ხვირის. მე ვართ, მე ბირთვული ვართ, მე ომი ვიცი. გამომართვით. ეს ამ სიჩუმის ახსნაც შეიძლება. ჩვენ ვნახეს და ჩვენ გვეშინიათ. ნახოთ, ეს გამაგდებელი ლოგიკა სად მიდის. სტივენ ვებმა, ბირმინჰემის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, If the universe is teeming with aliens, where is everybody? ამ ფუნდამენტური წიგნში 2003 წელს ჩამოთვლის ფერმის პარადოქსის 45 ახსნას. 45 სხვადასხვა ახსნა. ეს ყველა ლოგიკური, ეს ყველა სამეცნიერო, ეს ყველა ვერ გადამოწმდება სრულად, ეს ყველა ამ მომენტში ვერ. მაგრამ ვებმა ყველაზე სწრაფი, ყველაზე ლაკონიური ახსნა ბოლო გვერდზე დატოვა. ბოლოს, სიჩუმის ყველაზე მარტივი ახსნა ის არის, რომ ჩვენ პირველი ვართ. პირველი სამყაროში. ამ 300 მილიარდი გალაქტიკაში, ამ 2 ტრილიონი გალაქტიკაში, ამ 13 მილიარდი 800 მილიონი წლის სიღრმეში. პირველი. ეს სიმარტოვე, ამ სიტყვის ამ სიმძიმე, ეს ყველაზე ემოციური ასახვაა ფერმის პარადოქსში. ეხლა სხვა ტექნიკა გამოვიყენოთ. ეხლა ღილაკი დავაჭიროთ. სწრაფი გადახვევა. ნახოთ რა ხდება ჩვენ შემდეგ. ეხლა დღეიდან ეტაპობრივად გადავახვიოთ. 1 წელს გადახვევ. ჩვენი ტელევიზიის სიგნალი ახლა 91 სინათლის წელს ვრცელდება. 10 წელს. სიგნალი 90 სინათლის წელს. 100 წელს ჩვენი ყველა გადაცემა, ყველა ეს hello, ყველა ეს ომის ამბავი, ყველა ეს მუსიკა 100 სინათლის წელს. 300 სინათლის წელს. 1000 ჩვენ სიგნალი 1000 სინათლის წელს. 1 სინათლის წელს. 1000. 1000 არმის ნახტომის ძირითადი სიგნალი ყველა ჩვენი ოდა მზის სისტემის ფარგლებს ცდება და სხვა ვარსკვლავს მიაღწევს. 100,000. ჩვენი სიგნალი ირმის ნახტომის ყველა კუთხეს. ეხლა ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ეს ცივილიზაცია 100,000 წლის შემდეგ სად ვართ? 1 მილიონ წელს. ეხლა 1 მილიონი წლის შემდეგ. ეს ის ხანია, ვინც Homo erectus-ი, ჩვენი ადამიანური ევოლუციის ეტაპი 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ანუ ჩვენი ევოლუციური ისტორიის ნახევარი ხანი. ამ ხანაში თუ ჩვენ გადარჩებით, რა ვიქნებით? ბიოლოგიური ევოლუცია ნელია, ტექნოლოგიური სწრაფი. ამ 1 მილიონ წელს ეს ცივილიზაცია ჩვენი შთამომავალი, გარდაშოვის მეორე ან მესამე ტიპის ცივილიზაცია შეიძლება. ვარსკვლავური ენერგეტიკა, გალაქტიკაში გავრცელება. ეს შეიძლება. ეს კი ნიშნავს, ჩვენ შთამომავლები. ისინი ახლა ბნელ ტყეში სხვა მოიარე ნადირი იქნებიან. ისინი ახლა ჩვენ ვიქნებით, ანუ ის ცივილიზაცია, ვინც სხვებს ეშინიათ.
სარკე ისევ, ბნელი დღე ისევ, ეს ციკლი ისევ. ახლა 10 მილიონ წელს გადახვეოთ. ჩვენ ადამიანი ამ ხანაში ვეღარ გვიცნობთ. ეს ის ხანია, ვინც მიოცენი, ამ ეპოქაში ჩვენი ორანგუტანგის შტო ჩვენ ადამიანურ ხაზს გაიყარა. 10 მილიონი წელი ევოლუციაში ეს ახალი სახეობა. ეს ის სახეობა, ვინც ეს ადამიანი ვინ ვართ, ეს ისეთი განსხვავება, ადამიანსა და შიმპანზეს შორის ეს ბევრად ნაკლებია. ამ 10 მილიონ წელს ჩვენი შთამომავალი, ისინი ვინ ვართ? ეს ბიოლოგია, ეს ტექნოლოგია, ეს ორივე შეზავებული. ეს კითხვა ეს ბიოლოგ, ასტრონომ, ფილოსოფოს სასაუბრო. ჯერ პასუხი არ აქვს. მაგრამ ამ კითხვის ამ სიღრმე ეს ცივილიზაციის ეგზისტენციური ამბავი. ეხლა 40 მილიონ წელს. დედამიწა. სად ვართ? ზოგი 100 მილიონ წელს გადახვევს, სადაც კონტინენტები ახალ ამეიას ქმნიან. ყველა კონტინენტი კვლავ ერთ მასაში. 100 მილიონი წელი. ეს ის ხანია, ვინც ჩვენ ახლა დინოზავრებს ისევე შევხედავდეთ, ისტორიის ჩვეულებრივ ნამდვილ ეტაპს. ამ ხანაში ჩვენ, კაცობრიობა, ეს ცივილიზაცია, ისეთივე ისტორიული ჩანაწერი ვიქნებით, ვინც ჩვენ ახლა ტრიასული პერიოდი გვეჩვენება. ეს გარდამალობა. ეს ამ ბნელი თხის ფილოსოფიის ყველაზე ჰუმანური ასახვა. სადაც ვნახავთ ჩვენ ვართ, ამ 10, 100, 1000 მილიონ წლის გადახვევაში, ჩვენ ვართ ინტერვალი. ჩვენ ვართ სამყაროს ბიოლოგიური ისტორიის ერთი ფრჩხილი, ერთი პაუზა, ერთი ანდა. ეს ფრჩხილი, ახლა, ამ მომენტს, ეს ვართ. და ეს ფრჩხილი, ეს, ყოველ ჩვენი ახლა, ეს ყველაზე ძვირფასი ადგილია. ეს ამ ნაწილის გული. ჩვენ, ბნელ დღეში, ახლა ვართ. ახლა ვუბრუნდები ერთ ობიექტს. ერთ ობიექტს, ვინც ამ ყველა ამბავს ერთ სიმბოლოში აჯამებს. Voyager 1. 1000 ლაპარაკობენ Voyager-ის სიჩქარეზე, Voyager-ის ადგილმდებარეობაზე. ახლა ვილაპარაკოთ Voyager-ის სიმბოლიკაზე. ახლა ვილაპარაკოთ, რა არის ის ოქროს პირფიტა და ვინ გადათხვიდა რა დავდოთ მასზე. 1917 წელს კარლ საგანი ქმარ-ცოლ ბიოლოგ ლინდა საგანთან, ასტრონომ ფრანკ დრეიკთან და კიდევ 20 მეცნიერთან ერთ ოთახში შეიკრიბა. კამათი. ეს კამათი 20 წელს გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს ოთახი 1000-ობით, მხოლოდ 20 კვირა ჰქონდა. Voyager-ს ჰქონდა გასაფრენი, ფირფიტა ჩასადებოდა. ეს ოთახი, ეს 20 კვირა, ამ 20 კვირაში მათ უნდა გადაეწყვიდათ. კაცობრიობა, მთელი ეს 20,000 წელი, რა შექონდა ერთ ოქროს ფირფიტაზე? რა ვართ ჩვენ? ეს შეკითხვა, ეს ადამიანობის ყველაზე ლაკონიური განსაზღვრება სჭირდება. ფირფიტაზე ჩაიწერა 195 ფოტო. ქალი, კაცი, ბავშვი, ოკეანე, დღე, ქალაქი, დინეის სტრუქტურა, ვარსკვლავი, ადამიანის ხელი, ადამიანის სახე. 20 ბუნებრივი ხმა, ოკეანის ტალღა, ქარი, ჯექამეხი, ფრინველი, ვეშაპის სიმღერა, ბავშვის ტირილი, ახალშობილი, დედა, კოცნა. 25 მუსიკა. ბახის ბრანდენბურგული კონცერტი, ჩაკ ბერი, ჯონი ბეგუდი, ბეთჰოვენი, ბლუზი, ჯავა, სენეგალი. 29 ენაზე მისალმება. ასურულით, ჰინდით, ბენგალით, ჩინურით, ქართულით. ქართული ენა, ის 29 ენიდან ახლა სამყაროს ღია სივრცეში მოგზაურობს. გამარჯობა, ჩვენ სიხარულით მოგესალმებით სამყაროს ნებისმიერ ციცაბო ადგილიდან. ეს ჩვენ თქვით, კოსმოსში. Voyager 1. ეს ფირფიტა ახლა 2020 წელს ნორმალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჩვენ მზის სისტემის გარეთ. ის ახლა ყოველ წამს 14 კილომეტრს, 10 კილომეტრ ნახევარ მილს მოძრაობს სამყაროს სიღრმეში. ჩვენ ახლოს ვარსკვლავ, გლის 455-ს. ის მიაღწევს 10 ნახევარ 10,000-ობით წელს შემდეგ. ეს გადაადგილება, ეს სიჩქარე, ეს ოქროს ფირფიტა, ეს ყველა ახლა ხდება. ახლა, ამ წამს. Voyager-ი მოძრაობს. ჩვენ სიტყვა კოსმოსშია. ჩვენ გამარჯობა, ქართულ გამარჯობა, ახლა კოსმოსში. მოსში. ბნელი თხის ლოგიკა, ეს მხედველობიდან ამ ფირფიტას ამბობს. ეს სიყვარულის წერილი, ეს ჩვენი მისამართია. ეს ამბობს სად ვართ, ეს ამბობს ვინ ვართ. ეს ამბობს ვიბრძოლეთ, ეს ომებს ამბობს, ეს ბახს ამბობს, ეს ვეშაპს ამბობს. ეს ყველა ერთ ნიშანზეა. ნიშან, ვინც ბნელ დღეში გვეუბნება. ჩვენ ვართ. ეს ყველაზე ადამიანური, ყველაზე გამბედავი, ყველაზე საშიში, ეს ყველაზე ლამაზი სვლა, ვინც ოდესმე კაცობრიობამ გააკეთა. ჩვენ ყვიროდით სამყაროში, ჩვენ ვართ.
და ჩვენ ვიცოდით, ეს საშიში იყო და ვყვიროდით. ახლა კი სრულ სიბნელეში ვართ. ახლა კი ბნელი თხის ლოგიკა, ფერმის პარადოქსი, დიდი ფილტრი, ვოეჯერი, ყველა ეს ახლა ერთ კითხვაში გარდაიქმნება. ეს კითხვა, ეს ყველა ამ ნარატივის ბოლო კვანძი, ეს. სამყარო გვიხსნის. სამყარო ჩვენ მიჩვენებს ბარიერს. სამყარო ჩვენ ადარებს ბნელ დღეს, ან სამყარო ჩვენ სვამს გამოსაცდელად. ჩვენ სვამს გამოსაცდელად. ვართ ჩვენ ის, ვინც გადარჩება. ეს ამ ამბის ყველა ბოლო კვანძი. ეხლა ერთი კი კონკრეტული სამეცნიერო კვლევა. 2020 წელს ფრანკ მარჩისმა, სეტი ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა, ჟურნალ ასტრობიოლოჯიში გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც ამბობდა: ჩვენ შეცვალეთ სეტის ლოგიკა. ჩვენ ახლა ვეძებთ კი არ სიგნალს, ჩვენ ვეძებთ ტექნოლოგიური ცივილიზაციის ეკოლოგიურ კვალს. ატმოსფეროს ცვლილებები, სითბური გამოსხივება, ოზონის შემცირება. ეს ახალი ლოგიკა, ეს ნიშნავს, ჩვენ ვეძებთ ცივილიზაციას, ვინც თვითონ ვერ იცის ჩვენ ხედავთ. ვეძებთ კვალს, ვინც ვინტოვებს ყოველ ინდუსტრიულ ცივილიზაცია. ისეთ კვალს ჩვენ ახლა ვტოვებთ. ნახშირმჟავა, სითბო, ოზონი. ჩვენ ტოვებთ. სხვები კი ვინტოვებს. ჩვენ ვეძებთ. მარჩისის მეთოდი ეს ახალ სამყაროს ხსნის. ეს ნიშნავს, ჩვენ ვეძებთ ცივილიზაციებს, ვინც ჩვენ ვართ, ანუ ჩვენ მსგავს სტადიაზე, ანუ ინდუსტრიული, ბირთვული, ეკოლოგიურ კრიზისში მყოფი. ეს ყველა ვინ ჩვენ ვართ, ეს ისე ნიშნავს, ჩვენ ვართ ის, ვისაც ვეძებთ. ჩვენ ვეძებთ ჩვენ. ეს სარკე, ეს ბნელ დღეში, ეს ყველაზე ჩუმი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საშინელი ასახვა ფერმის პარადოქსის ბოლოში. ახლა ვინც ეს ვფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი ლოგიკური. სხვა ცივილიზაციებს, ვინ ჩვენ ვართ, ვინ ჩვენ გვანს. ჩვენი ეკოლოგიური კვალი ჩვენ შეასიხსნებთ. ჩვენ ასე ვიხსენებთ. ნახშირმჟავა, ინდუსტრიული სითბო, ოზონური სვეტის ცვლილება. ჩვენ ახლა ვტოვებთ ამ კვალს. ეს კვალი, ეს ბნელ დღეში, ეს ჩვენ ვართ ეკვივალენტია. ეს კი ნიშნავს, ჩვენ ვყვიროდით, კი არა მხოლოდ ელექტრომაგნიტური სიგნალებით, ჩვენ ვყვიროდით ბიოქიმიურადაც. ჩვენი პლანეტა, ჩვენი ხელმოწერა, ჩვენი ატმოსფეროს ცვლილება, ჩვენი სიმღერა კოსმოსში. ახლა ჯეიმს უების სივრცული ტელესკოპი 2020 წელს გაშვებული, ამ ჩვენ ბნელ დღეში ახალი ყურია. JWST, James Webb Space Telescope. ახლა ეგზოპლანეტების ატმოსფეროებს ასკანირებს. ის ეძებს ჟანგბადი, მეთანი, ოზონი. ეს ბიოსიგნატურები, ეს სიცოცხლის ქიმიური კვალი. ახლა ეს ტელესკოპი ათათობით ეგზოპლანეტაზე ატმოსფეროს ანალიზს ახდენს. ტრაპისტ-1 სისტემა, 37 სინათლის წელი, 7 პლანეტა, 3 მათგანი დასახლებად ზონაში. JD West ახლა ტრაპისტი 1S ატმოსფეროს სკანირებს. შედეგები ჯერ ვერ. ეს ბნელი ტყის ყველაზე ნათელი ადგილი. ახლა ბოლო ნაბიჯი. ახლა ყველა ამ ამბავი, ფერმი, დრეიკი, ვაუ, სიგნალი, ბნელი თხე, დიდი ფილტრი, ვაიჯერი, JWST. ყველა ეს ახლა ჩვენ. ამ ვიდეოს მომხილველ ჩვენ გვეხება. ახლა ჩვენ, ეს ყველა ჩვენ ვაჯამოთ. ახლა ვნახოთ, ეს ყველა ჩვენ ვის ვამბობს. ეს ყველა ამბობს, ჩვენ ვართ ბნელ დღეში. ეს ამბობს, ჩვენ ვარ მარტო, ან ვართ სამყარო, ვინც სხვებს ეშინიათ. ეს ამბობს, სიჩუმე ამ სამყაროში, ეს სიჩუმე, ეს პასუხი კი არ არის. ეს გაფრთხილებაა. ეს ამბობს, ჩვენ გამარჯობა ქართულად ახლა სამყაროშია, ეს ლამაზია, ეს გამბედაობაა, ეს ჩვენ ვართ. ეს ამბობს, ჩვენ, ეს ცივილიზაცია, ეს 20,000 წლის ინტერვალი, ახლა ამ ბნელ დღეში ვართ. ახლა ვფიქრობ ადამიანზე, არა ადამიანობაზე, ადამიანზე, თქვენ, ამ ვიდეოს მომხილველ. ახლა ამ წამს, თქვენ ამ ყველა ამბის შემდეგ, სად ვართ? დღეშია, ღამეა, სიჩუმეა. 20,000 ვარსკვლავის კვლევა, არ არა. 20 წელი სეთი, არ არა. ვაუ, სიგნალი, ერთხელ. ომუამუა, ვინ? ვოიაჯერი, ახლა კოსმოსში. JWST, ახლა ატმოსფეროებს ეძებს. ეს ყველა, ეს ახლა, ეს ამ წამს, ჩვენი სიტუაცია. კოსმოლოგი ალი სმოლინი, პერიმეტრ ინსტიტუტიდან, კანადიდან, 2005 წელს წერდა. სამყარო, ეს არ არის ობიექტი, ვინც ჩვენ ვამჩნევთ. სამყარო, ეს პროცესია, ვინც ჩვენ ვართ ნაწილი. ეს ნაწილი, ეს ფილოსოფიური წინადადება, ახლა ბნელ ტყის ლოგიკაში ახალ სახეს იღებს. თუ ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი, ჩვენ სიჩუმე, ეს სამყაროს სიჩუმის ნაწილია. ჩვენ ყვირილი, ეს სამყაროს ყვირილია.
ჩვენ შიში, ეს სამყაროს შიში. ჩვენ სიყვარული, ვინც ოქროს ფირფიტაზე ჩაწერეს, ეს სამყაროს სიყვარულია. ეს პატარა, მაგრამ ყველაზე დიდი ჭეშმარიტება. ეხლა კი ყველაზე ადამიანური კითხვა. ჩვენ, ამ ყველა ცოდნის შემდეგ, რა ვაკეთოთ? ბნელი დღე, ეს ლოგიკა ეს ამბობს, ჩუ მიხავი, ეს ამბობს, ნუ ხვირი, ეს ამბობს, ნუ გამოჩენ, ეს ამბობს, გადარჩი. მაგრამ კაცობრიობა, ეს ცივილიზაცია, 20,000 წლის ისტორიაში, ყოველ ჩვენი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ადამიანური ნაბიჯი, ეს ყოველ გამბედაობა იყო. ეს ყოველ ვხვიროდი, ეს ყოველ ვჩვენდი, ეს ყოველ გამარჯობა, ეს ყოველ ჩვენ ვართ. გუბა კეი ჩესტერტონი, ბრიტანელი მწერალი, 20 საუკუნეში ამბობდა: მამაცი ადამიანი ის კი არ არის, ვინც საფრთხეს ვერ გრძნობს. მამაცი ის არის, ვინც საფრთხეს გრძნობს და მაინც ბიჭს გადადგამს. კაცობრიობა, ვოეჯერი, ეს ბიჯი. ეს ყველა ვიცოდით, შეიძლება ეს საშიში იყო. ვიცოდით, ბნელი დღე შეიძლება ნამდვილი იყოს. ვიცოდით, სიჩუმე შეიძლება გაფრთხილება ყოფილიყო. და მაინც ოქროს ფირფიტა ჩავდეთ. ქართული ხმა ჩავდეთ. გამარჯობა თქვით. ეს ადამიანობის ყველაზე ლამაზი სვლა. ეხლა ბოლო ნაწილი. ეხლა ყველაფრის შემდეგ. ეხლა უბრუნდებით სასადილო მაგიდასთან. ლოს ალამოსის სასადილო. 10,940 წელი. ენრიკო ფერმი, ის ჩარჩი ჭამს. კავა ცხელია. ოთახი სავსეა ბუწკინვალე ადამიანებით. ფერმი ჰაერში იხედება. სად არიან ყველანი? ეს სამი სიტყვა, ეს ეხლა, ამ ნარატივის ბოლო, ეხლა ახალ სახეს იღებს. სად არიან ყველანი? ეს შეიძლება ნიშნავდეს ვინ. ეს შეიძლება ნიშნავდეს სად. ეს შეიძლება ნიშნავდეს ჯერ იშნავდეს, ჯერ კიდევ. ეს სამი სიტყვა, ბოლო სიტყვა, ეს ყველანი, ეს ყველა ამ ნარატივი. ჩვენ, ეს ცივილიზაცია, ეს ყველანის ნაწილი ვართ. ჩვენ, ეს ადამიანი, ეს ყველანიში ჩავდივართ. ჩვენ, ეს სიყვარული, ეს ომი, ეს ბახი, ეს ვეშაპი, ეს გამარჯობა, ეს ყველა ყველანიში. ფერმის კითხვა, ეს ჩვენ კითხვა. ახლა კი 20,000 ფიქრი სიჩუმეზე. სამყარო სიჩუმეს ინახავს. ეს შეიძლება ბნელი დღე. ეს შეიძლება ჩვენ პირველი ვართ. ეს შეიძლება ფილტრი ჩვენ წინ. ეს შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სიცოცხლეს და შეიძლება აღარ შევხედავთ. შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავთ. ეს ყველა შეიძლება. ეს ყველა ამ მომენტში ჭეშმარიტია. ჩვენ ვერ ვიცით. ჩვენ ამ ყველა ცოდნით, ამ ყველა ტელესკოპით, ამ ყველა სეთის ძებნით ვერ ვიცით. და ეს ვერ ვიცით, ეს ყველაზე ადამიანური ადგილია. სტივენ ჰოკინგი სიცოცხლის ბოლო წლებში ამბობდა: ყველაზე დიდი მტერი ცოდნა კი არ არის, ცოდნის ილუზია. ჩვენ ეს ბნელთხის ამბავი, ეს ამ ილუზიის ამბავი, ეს ამ ილუზიის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ ვართ ბნელ დღეში, ეს ჭეშმარიტია. ჩვენ ვერ ვიცით, დღე ნამდვილად ბნელია, ეს ასევე ჭეშმარიტია. ჩვენ ამ ორ ჭეშმარიტების შუა ვართ. ეს ადამიანობის ადგილი. ყოველ ჩვენ ისტორიაში, ყოველ ჩვენ გარდამტეხ ეტაპზე, ჩვენ ვიყავით ამ შუაში. ვიყავით სიბნელესა და სინათლეს შორის. ვიყავით შისსა და გამბედაობას შორის. ვიყავით სიჩუმესა და ხმას შორის. ვოიაჯერი ახლა ან წამს 4 კილომეტრს წამს სამყაროში მოძრაობს. ქართული გამარჯობა ახლა კოსმოსში. სამყარო სიჩუმეს ინახავს. ჯერ ჩვენ ხვიროდით. ვხვიროდით 20,000 წელი. ხვიროდით ბახით, ვეშაპით, ომით, სიყვარულით, ბირთვული ბომბით, ვოიაჯერით, JWST-ით. ხვიროდით ჩვენ ვართ. ეს ყვირილი, ეს ბნელ დღეში ჩვენი პასუხი. ეს შეიძლება საშინელია, ეს შეიძლება ლამაზია. ეს ადამიანობის ყოფიერება. სამყარო სიჩუმეს ინახავს. ჩვენ ხვიროდით. ეს ყველაზე ადამიანური, ყველაზე გამბედა, ყველაზე ლამაზი სვლა, ყველაზე ლამაზი სვლა. ეს ყვირილი, ეს ჩვენ ვართ. ეს ჩვენ ისტორია, ეს ჩვენ გამარჯობა. ეს ჩვენ ოქროს ფირფიტა, ეს ჩვენ შიში, ეს ჩვენ შიში, ეს ჩვენ სიყვარული. ეს ბნელ დღეში ერთი ნათელი წერტილი. ჩვენ ვართ. ახლა კი ბოლო კითხვა, ყველაზე ღრმა, ყველაზე ღია.